ზაფხულობით, როდესაც ძალიან ცხელა, მოსამართლე ბეჟანს მანტია კითველზე აცვიან. Sangizo que se jano, matia mugligamu, achposo sagapo, enasufili, zelona hortaso, achnato gratiso, ya panda filacto. Maitsa, ბერძნული იყო, ხო? კაი, ყველაფერი გასაგებია და საქმესთან დაკავშირებით რას გვეტყვით? საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს. გასაგებია. გადავდივართ შემდეგ საქმეზე. რაზე ვიყავით გაჩერებული? ხო, დაცვას უნდა ეთქვა ბოლო სიტყვა. გისმენთ? თქვენ უღირსებო. შეგიძლიათ მონეტა მათხოვოთ. რა? მონეტა რომ მათხოვოთ თუ შეგიძლიათ. მადლობა. თქვენო წინვალებო. მინდა ერთი თამაში შემოგთავაზოთ. თუ თქვენ გამოიცნობთ რომელ ხელში მაქვს მონეტა, მაშინ თქვენ უდანაშაულო იქნებით. ხოლო თუ თქვენ ვერ გამოიცნობთ რომელ ხელში მაქვს მონეტა, მაშინ თქვენ სამუდამო პატიმრობით დაიჭირეთ. პროტესტს ვაცხადებ, ამ ყველაფერს საქმესთან კავშირი ნამდვილად არ აქვს. პროტესტი არ არის მიღებული, გააგრძელებ. ძალიან კარგი. მაშ ასე ვაგრძელებ. რა სიტყვით, ვითამაშოთ თუ არა? მონეტის თამაში. მე ხომ ისედაც უდანაშაულოა. რა თქმა უნდა, თქვენ უდანაშაულო ხართ. რა თქმა უნდა, თქვენო ბრწყინვალებო, მაგრამ ერთი წუთი წარმოვიდგინოთ სიტუაცია. წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ჩემი კლიენტი ბრალდებული ზის თქვენ ადგილას, ხოლო თქვენ კი ზიხართ ბრალდებულის ადგილას. იცის კი ნამდვილად მან, რომ თქვენ უდანაშაულო ხართ, თქვენო ბრწყინვალებო. რა თქმა უნდა, არა. აი პროკურატურას კი არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია თქვენო ბრწყინვალებო. არსებობს მხოლოდ ეჭვი. კი, მაგრამ საკმარისია მხოლოდ და მხოლოდ ეჭვი. იმისათვის, რომ უდანაშაულო ადამიანი გავწვიროთ. მაშ ასე, თქვენო ბრწყინვალებო, ვითამაშოთ მისი თავისუფლებით მონეტის თამაში. ვაპროტესტებ ბატონო მოსამართლე, მე ამ სისულელის მოსმენა აღარ მსურს. არ არის მიღებული პროტესტი, გააგრძელე. ძალიან კარგი. ესე იგი შემიძლია განვაგრძო. მადლობა თქვენო ბრწყინვალებო. მე არ უარყოფ იმას ბატონო მოსამართლე, რომ ჩემი კლიენტი არის ადამიანი, რომელმაც ბოლო ხილა გარდაცვლილი. კი ბატონო, ამაში გეთანხმებით, მაგრამ სამწუხაროდ სხვა მტკიცებულება საქმეში რეალურად არ დევს. თქვენო ბრწყინვალებო. ნუ თუ მხოლოდ ეჭვი საკმარისია იმის გულისთვის, რომ ადამიანი სამუდამო პატიმრობისათვის გავწიოთ. თქვენო ბრწყინვალებო, თქვენ ახლა გავხვალთ და გამოვიტანთ ვერდიქტს. მაგრამ სანამ ვერდიქტს გამოვიტანთ, მინდა რომ გახსოვდეთ. ჯობს 1000 დამნაშავე გაუშვათ სასამართლო დარბაზიდან, ვიდრე თუნდაც ერთი უდანაშაულო ადამიანი დავსაჯოთ. ბრავო. Adonu advokato. სახში არ ვარ. Adonu advokato. სულ როგორ უნდა ეძინოს? თქვენი ბოლო სიტყვა თუ შეიძლება. უკაცრავად ბატონო მოსამართლე, თქვენო ბრწყინვალებო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ჩემი კლიენტის ბრალდებულებას. ამიტომ გთხოვთ გაამთავისუფლოთ, ანუ გაამართლოთ იგი. მადლობა. კაი, გასაგებია. გამოიწერეთ ემიგრანტ TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.